ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ სკვერში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და აქციები გაიმართა. პატარებისათვის ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა აქცია გამართა და დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვებს ნაყინებით გაუმასპინძლდა. სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-მა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ გაუწია. ამასთანავე ცენტრალურ სკვერში პატარებისათვის სახეზე მოხატვის კონკურსიც ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა კი მათ გასახალისებლად მულტფილმის გმირები და კლოუნები მოიწვიეს. შეგახსენებთ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1959 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო ფედერაციამ დააწესა. 1 ივნისი კი 1950 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. დღესასწაულის მიზანს კი მსოფლიოს აზრის მობილიზება, ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დაცვა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დემოკრატიული აღზრდა განვითარება წარმოადგენს. Vision საქართველოს როგორც ბავშვებზე ორიენტირებული ორგანიზაცია მართავს ამ ღონისძიებას ქალაქ ახალციხეში. აქ ჩართული არიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლებიდან ჩვენი სასკოლო კლუბები, ახალგაზრდები, მთლიან ღონისძიება არის ორგანიზებული მათ მიერ. ყველა ბავშვს მინდა მიულოცო ეს დღე. უსურვოთ წარმატებები, ჯანმრთელები გაიზარდონ, თავიანთი მშობლებისთვის სასახელო, სახელოვანი შვილები გამოსულიყვნენ. როგორც ყოველთვის ახალციხის მუნიციპალიტეტმა ამჯერადაც მათთვის გაამზადა საჩუქარი, გადავეცით ბავშვებს ნაყინები, იმდენად უხარიათ ბავშვებს მით უმეტეს მომგებიანი ნაყინები გავაკეთეთ ამჯერად და ყოველ მეორე მესამე მორბის დაიძახის რომ აი მოვიგე და ისევ კიდევ ვაძლევთ ნაყინებს, ძალიან გახარებულები არიან. 6 წელი სიზმარი ვიწავი და გაქრა მოსაგო